საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის დამართლის საქმეზე კრიტიკულ შეფასებას აქვეყნებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის პროცესები თავისი მასშტაბითა და შინაარსით ცდება ჩვეულებრივი სისხლის დამართლის საქმის ფარგლებს და საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე პროცესს წარმოადგენს. არასამთავრობო ორგანიზაციის თანახმად საქმეში წარმოდგენილი ბრალდებები ვერ აკმაყოფილებს იმ მაღალ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს სჭირდება. 45 ტომიანი მტკიცებულებითი ბაზა დიდწილად შედგება ერთმანეთთან დაუკავშირებელი, ხშირ შემთხვევაში ირიბი და სამართლებრივი მნიშვნელობის თვალსაზრისით სუსტი მასალებისგან, მედია წყაროების, სოციალური ქსელების, ფინანსური დოკუმენტაციისა და ერთმანეთისგან განსხვავებული მოწმის ჩვენებებისგან. ამ მოცემულობითი ინფორმაციის მიუხედავად არ იკვეთება ლოგიკური და პირდაპირი მიზეზობრივი ჯაჭვი, რომელიც ბრალდებებს სამართლებრივ საფუძველს მისცემდა. ამასთან საქმის დახურვა დამატებით აძლიერებს ეჭვს პროცესის პოლიტიკური ბუნების შესახებ. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე საჯაროობის პრინციპის შეზღუდვა სათანადო დასაბუთების გარეშე წინააღმდეგება როგორც სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას. საქმეში წარმოდგენილი მასალები ბრალად შერაცხულ დანაშაულებს ვერაფრით ადასტურებს. ისინი მხოლოდ აჩვენებს, თუ როგორ გადაიქცა ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემების ხელში პოლიტიკური აქტივობა, ხელისუფლების კრიტიკა, პროტესტის მხარდაჭერა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებრივ საქმიანობად. სწორედ ამიტომ ამ საქმის შეფასებას ცდება მხოლოდ სამართლებრივ განზომილებას და პირდაპირ უკავშირდება საქართველოში დემოკრატიის, პოლიტიკური პლურალიზმისა და სამართლის უზენაესობის მომავალს. ამ საქმეზე პროკურატურა გიორგი ვაშაძესა და ზურაბ ჯაფარიძეს საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას ედავება. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პატიმრობაში მყოფ ელენა ხოშტარიას ბრალის 3 მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საბოტაჟს ამ დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტს პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების ხობისკენ მოწოდებას ედავებიან, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრე ჯაფარიძეს კი ბრალის საბოტაჟის მუხლით აქვთ წარდგენილი, მათ 2-დან 4 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.